ქართული ოცნების პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან რეპრესიულ ცვლილებებს, რომლითაც მაუწყებლების დაფინანსების და მუშაობის სტანდარტები რეგულირდება. საკომიტეტო განხილვაში მხოლოდ ქართული ოცნების წევრები მონაწილეობდნენ. პირველი ცვლილება მაუწყებლებს უცხოური დაფინანსების პირდაპირ და არაპირდაპირ მიღებას უკრძალავს. მეორეც კი მაუწყებლობის სტანდარტებში ცვლილებები შეაქვს და ამ სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების შესაძლებლობას კომუნიკაციების კომისიას აძლევს. ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ისინი ეგრეთ წოდებულ ბრიტანულ მოდელს ნერგავენ, რომლითაც ხარისხიანი და ობიექტური ინფორმაცია იქნება უზრუნველყოფილი. კრიტიკული მედიების წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ ეგრეთ წოდებული ბრიტანული სტანდარტის საფარქვეშ ოცნება ცდილობს პოლიტიკური ცენზურის წარმოება სისტემის ხელში გადავიდეს. დღეს სხდომაზე შეკითხვა დასვა ქართული ოცნების დეპუტატმა მარიამ ლაშხმა, რომელმაც მომხსენებელ არშილ გორდულაძეს კითხა, რამდენად არის თანხმედრაში კანონპროექტი ბრიტანულ მოდელთან. ლაშხი ასევე დაინტერესდა, რა სადამსჯელო ღონისძიებებს გამოიყენებს მარეგულირებელი კომისია თუ მაუწყებლები კანონს დაარღვევენ. თან მარეგულირებელში თუ ჩდება რაიმე ახალი ერთეული ან რაიმე დამატებითი ადამიანური რესურსის მობილიზება მსგავსი საკითხებისათვის თუ არსებული რესურსით იქნება და მეორე კითხვა იქნება აქტთან ერთად, რასაც მაუწყებელი გამოსცემს, არის თუ არა რაიმე კუთხით სადამსჯელო ღონისძიება თუ თქვათ როგორ უნდა უზრუნველყოთ რეაგირება ამასთან მიმართებაში. გათვალისწინებულია თუ არა სადამსჯელო ღონისძიებები. სადამსჯელო ღონისძიებებს არ უწოდებდი ამას, იმიტომ რომ ეს არის შესაბამისი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები, რა ვქნათ. ჩემი პროფესია მავალდებულებს, რომ სამართლებრივი სიზუსტე დავიცვა ხოლმე. პირველ რიგში ეს არის, რა თქმა უნდა, როგორც სხვა საკითხებთან აქამდე არსებულ რეგულირებებთან, მაგალითად, რომ წარმოვიდგინოთ, რა ვიცი, რაღაცა სანებართო პირობების დარღვევა, ხო? ამ შემთხვევაში ან ავტორიზაციის პირობების დარღვევა უფრო კონკრეტულად არის გაფრთხილება, შემდეგ არის ჯარიმა, შემდეგ უკვე საბოლოო ჯამში ეს არის ავტორიზაციის შეჩერებაც კი. ოღონდ ავტორიზაციის შეჩერებას რაც შეეხება მაუწყებლის კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაშინვე ძალაში არ შედის, ეს სასამართლოს განსახილველი არის და მანამ სანამ სასამართლო საბოლოო ინსტანციის გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, მანამდე ასეთი გადაწყვეტილება ვერ ამოქმედდება. ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი ცვლილებებით აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება. ამასთანავე აკრძალულია უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა ან და პროგრამის მომზადების და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება. ასევე დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება. დღეს პირველი მოსმენით მხარდაჭერილი კიდევ ერთი ცვლილება კომუნიკაციების კომისიის მანდატს ზრდის და ის საკითხები, რაც აქამდე მაუწყებელთა თვითრეგულირებაში იყო, კომისიის რეგულირებაშიც გადადის. ახალი კანონპროექტი დამტკიცების შემთხვევაში მარეგულირებელ კომისიას აძლევს საშუალებას კრიტიკული არხების შინაარსში ჩაერიოს, მათი სარედაქციო პოლიტიკაც გააკონტროლოს და თუ საჭიროდ ჩათვლის დააჯარიმოს. იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტი დამტკიცდა, საჯარო ან კერძო დაწესებულების ტერიტორიაზე ვიდეო-აუდიო ჩანაწერის მომზადებისას აუცილებელი გახდება უფლებამოსილი პირის თანხმობა. სკოლებში, საავადმყოფოში, ციხეებში, პოლიციაში სასწრაფო სიუჟეტის მოსამზადებლად სავალდებულო ხდება თანხმობის მიღება როგორც უფლებამოსილი პირისგან, ასევე იმ პირებისგან, რომელსაც უღებენ. ორივე შემთხვევაში გამონაკლისად საზოგადოებრივი ინტერესია მითითებული. სახელისუფლებო გავლენებისგან თავისუფალი მედია საშუალებების მენეჯერები მიიჩნევენ, რომ ცვლილებები კრიტიკული ტელევიზიების განადგურების მიზანს ემსახურება. მათი თქმით, ივანიშვილის ამოცანაა მთლიანად მოუსპოს ისედაც კრიზისში მყოფ ტელევიზიებს ფინანსური წყაროები და პირდაპირ ჩაერიოს მათ სარედაქციო პოლიტიკაში. ორი რეპრესიული კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი ქართული ოცნების პარლამენტის წევრები არიან. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. შესაბამისად, ქართული ოცნება მის მიღებას სავარაუდოდ თვე ნახევარში შეძლებს. ოცნება შეზღუდვებს ონლაინ მედიებსა და გაზეთებსაც უანონსებს. დღეს არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ კანონში ცვლილებები გაზეთებსა და ონლაინ მედიას არ ეხება, თუმცა მისი თქმით ონლაინ მედია დამატებითი გამოწვევაა და გააგრძელებენ მუშაობას მის რეგულირებასთან დაკავშირებით.